მოგესალმებით, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. დღევანდელი დღისთვის მინდა რომ გავაკეთოთ გაშლა თუ ვინ მოდის თქვენკენ რომანტიკული ინტერესით და არა რაიმე სხვა. მაგრამ ვინ მოდის თქვენკენ რომანტიკული ინტერესით, ვინც არ მიცნობს მქვია თორნიკე. და ახსაც აწერია თორნიკეს და რომ დიახ, ასე რომ და დავაკვირდეთ თუ ვინ მოდის თქვენკენ რომანტიკული ინტერესით. შეიძლება იყოს წარსულის ადამიანი და ვინმეს თუ არ მოგწონთ რომ ეს წარსულის ადამიანია დატოვეთ იმათთვის ვისაც უნდა რომ წარსულის ადამიანი დაბრუნდეს. ყველა ვარიანტს განვიხილავ ვინ მოდის მარტო ხელებისთვისაც განვიხილავ ვიღაცასაც ახალი გინდათ იმათთვისაც განვიხილავ. მოკლედ კარგად გემრიელად ჩავუჯდეთ და განვიხილოთ ეს მსგავსი თემები. მახსოვს კომენტარებში გთხოვეთ რომ დაგეწეროთ რომ რა არის თქვენი ინტერესი თქვა და ერთმა ადამიანმა გამოხატა მხოლოდ სურვილი იყო ეს რომ ყავს თუ არა ვიღაც მესამეო და ბოდიში წინასწარ არ ვაპირებ მაგის როგორც საჯაროდ გაშლას შემდეგ ჯერზე შემდეგ გაშლაზე თუ ეხავე ვქნა არა. კაი, მე ვიზამ. ხო, მოკლედ არ არის ეს საჯარო თემა და არის ძალიან ინდივიდუალური რაღაც, რაც უბრალოდ სხვებს დააბნევს, რომ ნახოს რა. და ვიღაცას შეიძლება უბრალოდ ეჭვი კონდეს და გახსნას ვიდეო და დააჯეროს საკუთარ თავს, რომ კი. ხო, ან შეიძლება იყოს რომ არა და დააჯეროს საკუთარ თავს რომ არა და მე აღმოჩნდეს რომ კი. ხო, ცოტა ესეთი თემა არის. მაგრამ აი ვინ მოდის თქვენკენ? ამის ნახვა და ამისი ყურება ძალიან მეტად შეგიძლიათ, ანუ თუ მოვა, თუ არ მოვა და ესე იგი თქვენი არ ყოფილა. კაი, მოკლედ იდეაში მაქვს ის რომ დავხარო კამერა და ისევ ტაროსკარტები გამოვაჩინო, იმიტომ რომ ზოგიერთ თქვენგანს მოგწონთ, მე მგონი ტაროსკარტების ნახვა. უბრალოდ YouTube-ს აქვს პრობლემა სიშიშვლეზე, მაგრამ მონეტიზაცია არ მაქვს ვიდეოებზე ჯერ. იმიტომ რომ ნახვები დავარდნილია, კაი ხანი რო არ ვდებდი არაფერს დავარდა ნახვები და ამიტომაც საერთოდ ყოველგვარი იმების გარეშე ვართ. მე მგონი რეკლამებს გიგდებთ, არ ვიცი. რეკლამებს თუ გიგდებთ YouTube-ი ჩანს ხარჯზე დიდრდება. იოუ. ხო და ამიტომაც მოკლედ ბევრი როლი ვილაპარაკოთ, იმიტომ ზოგიერთმა შეიძლება უცებ შემიძულეთ. იაუ. რომ რამეს ლაპარაკობს ეს ადამიანიო და ვაფშე გათიშეთ ვიდეო და უკვე რა აზრი აქვს რომ გელაპარაკებით ვინ წახვედით. ვინც შემორჩით და მადლობა რომ აქ ხართ. და ნახოთ ვინ მოდის თქვენკენ, ხო? ვინ მოდის თქვენკენ? და ვინ მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და მე დავხრი კამერას, რომ აი ეს. კი ბატონო. ვინ მოდის თქვენკენ? ასე ვქნა ცოტა. აჰა, კი ბატონო. ვინ მოდის თქვენკენ? ვინც ამ ვიდეოს უყურებს იმ ადამიანებისგან, ვინ მოდის რომანტიკული ინტერესით. კი ბატონო, 3,000 მაქვს, ზოგიერთ თქვენგანისთვის არის წარსულის ადამიანი. ადამიანი, ვისაც უნდა შერიგება, ვისაც უნდა თქვენთან ერთად ყოფნა, ხიარულება, ბედნიერება. რომანტიკული ინტერესით, ან მათთვის ვისაც კატეგორიულად გაქვთ გადაწყვეტილი, რომ არ გინდათ წარსულის ადამიანი, უბრალოდ რაღაც ხიარულება, სადაც არის, დაბადების დღეს, ანუ აღნიშვნა იქნება ეს, თუ რაიმე სხვა ხიარულება, თავშეყრის ადგილი, სადაც ხიარულობ, ბედნიერებ, ფესტივალები შეიძლება იყოს, ხო? რაც ხალხი ერთობა, მაგ ადგილზე
გაიცნობთ ადამიანს. კი ბატონო. რვიანი თასები მაქვს. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ადამიანი არის ახალი დამთავრებული აქვს ურთიერთობა ამ ადამიანს, ხო? ახალი მიტოვებული აქვს რაღაცა კონკრეტული და წასულია საწებნელად ახალი ემოციის და ამასობაში თქვენ გპოულობთ. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ადამიანი არის ვინცაც შენ გაიცალ ემოციურად და გინდა რომ შეიძლება დირად არც გინდა, მაგრამ უბრუნდება რა. ნახოთ ბოლომდე კარგად ნახოთ. Page of Swords. ადამიანი, რომელიც გაკვირდება დიდი ხანია. გიყურებს, გსტალკავს, ესე ვთქვათ, Instagram-ზე, story-ებში ზეს. ძალიან რომ უყვართ Instagram-ი დამიგულა და ნეტარას ნიშნავს. Instagram-ზე story-ები დამიგულა. Instagram-ის ჩემი story არ ნახა, სპეციალურად მეშვება, არ უყურებს. ხო, მოკლედ, ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ინფორმაცია გამოიკვლიოს რა, ანუ ეს ადამიანი შენამდე რომ მოვა, უკვე წინასწარ რაღაცა კონკრეტული აზრი აქვს და რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია აქვს შენზე, ხო? თუ ეს ხდება ფესტივალზე და წვეულებაზე, უბრალოდ ეს ადამიანი ესე გიყურებს და დაადგება და მოვა, ხო? თუ ეს ფესტივალზე არ ხდება და ბედების დღეზე თუ ხდება, საერთო ნაცნობებს ეკითხება შენზე რაღაცებს და მერე მოდის, ანუ ადამიანი წინასწარ ემზადება ინფორმაციულად, რომ შენსკენ გადმოდგეს ნაბიჯი, ხო? ნახოთ ვინ მოდის რომანტიკულად შენკენ. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს ლომი ან მოხდეს აგვისტოში, მაინც უახლოეს მომავალი არის და მინიმუმ 1 თვიდან 3 თვემდე და კი უწევს აგვისტოს პერიოდი მაგამ ბავში, ან შეიძლება იყოს უბრალოდ ლომი და ეს ადამიანი მეუბნება იმას, რომ თავს იკავებდა იმისგან, რომ ნაბიჯი გადმოედგა და წამოსულიყო შენკენ, მაგრამ მაინც წამოვიდა რა. ოღონდ ეს რომ წამოვიდა, მაინც თავშეკავებულია ამ ადამიანის ენერგია, შეიძლება ხო, ან შუდიანი კვერთხები მაქვს. ხო. ამიტომაც ვიტყოდი, რომ ადამიანი ცოტა შეკავებულია. შუდიანი მონეტები, ზოგიერთი თქვენგანი ამ ადამიანს ელოდით, უკვე დიდი ხანია. შეიძლება ვიგულისხმოთ ეს მეტაფიზიკურ დონეზე, რომ უბრალოდ ელოდი ადამიანს ვიღაცას, ვინც გამოჩნდებოდა რომანტიკული ინტერესით, რომელსაც აშკარა ინტერესი ექნებოდა შენი და ამას ელოდი და გამოჩნდა ადამიანი, ან წარსულის ადამიანს ელოდი, რომ გამოჩენილიყო და გამოჩნდა ეს წარსულის ადამიანი. კარგი, ვნახოთ. კი ბატონო, და ჰენგმენ და ისევ მაქვს შვიდიანი კვერთხები. აშკარად ზოგიერთი თქვენგანი იმდენად არ გინდათ, რომ წარსულიან ადამიანი იყოს, რომ აშკარად აი ეს ატორმუზებთ ამ ვიღაცას რა, ამ თავს იცავ ძალიან. ატორმუზებთ და ეს ადამიანი ამას ენერგეტიკულ დონეზე გრძნობს და ხვდება და ამიტომაც ვერ მოდის, თუ აქამდე არ არის მოსული, ანუ ვერ გაარღვია ეს ბარიერი. ხოლო მათთვის, ვინც ახალ ადამიანზე ფიქრობს, ახალი ადამიანი უნდა, როგორ გითხრა, ეს გადმოდგმული ნაბიჯი, პირველი გადმოდგმული ნაბიჯი, რაც იქნება ამ ადამიანისგან, უბრალოდ აი რომ გამოილაპარაკებ და ისე თითქოს იმდენად შებოჭილა დაჩვენებ შენ თავს, რომ მე ოდნავ დააპაუზებს ეს ადამიანი ამ თავის ენერგიას შენს მიმართ რა. კარგი, ნახოთ ვინ მოდის შენკენ. რა მახასიათებლები აქვს ამ ადამიანს, ფიზიკური თუ სულიერი თუ მენტალური და კი ბატონო, ორიანი კვერთხები მაქვს, ორიანი კვერთხები მეუბნება იმას, რომ ეს ადამიანი გზიდან მოდის, ანუ იგულისხმება ის, რომ შენს თან ახლოს არ არის, ასე ახლოს არ ცხოვრობს, შორს ცხოვრობს. ანუ ერთუბანში არ ცხოვრობთ, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანაც ერთ ქალაქშიც არ ცხოვრობთ, ერთ ქვეყანაშიც არ ცხოვრობთ, ან უბრალოდ მაჩვენებელი იყოს იმის, რომ ეს სოციალურ ქსელში მოხდეს, აი ეს თუ მეტად თუ გავითვალისწინებთ, რომ მაქვს აი ეს პაჟი ხმლების, რაც დღევანდელ დღეს ნიშნავს სოციალურ
ყოფა სოციმედიას, ხო? სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ სივრცეს და ორიანი კვერთხებით, ნუ შეიძლება ამას ნიშნავდეს, რომ უბრალოდ დისტანციაზეა, შორ მანძილზეა ადამიანი და ესე გამოგეცნაურება ინტერნეტ სივრცეში. ნახოთ კიდე Knight of Swords, კი ბატონო, ძალიან იმპულსური ადამიანია, იმპულსურობა იგულისხმება მიუხედავად იმისა, რომ ხოთხიანი მონეტები მაგათთან თავშეკავებული ადამიანია, ლომიცმა, გაკ, ხო? ძალის კარტიც ჰქონდა. აი ეს. ნახე, როგორი მომენტია, იმპულსურია ადამიანი ნაბიჯის გადმოთქმისას, მაგრამ ეს იმპულსი სანამ დაარტყავს, მანამდე კაი ხანი თავშეკავებულია და ძალიან მოვთხრა, რომ წკიპზეა ხოლმე რა, ეს წკიპზეა ადამიანი. Knight of Wands, ხო, მანამდეც გამოჩნდა ეს რაინდი კვერთხებისაც მეუბნება იმას, რომ ფიზიკურ დონეზე ძალიან დიდი არა, ძალიან დიდიც არა. მაგრამ არის ფიზიკურ დონეზე ინტერესი და მოწონება შენს მიმართ, ხო? ბოდიში, ინტერესი და მოწონება შენს მიმართ ფიზიკურ დონეზე არის. უბრალოდ ეს ადამიანი ამ კონტაქტს და ამ კომუნიკაციას შენს მიმართ არ უდგება როგორც მხოლოდ ფიზიკურ დონეზე ლტოლვას. უფრო მეტის ინტერესი აქვს ამ ადამიანს, ნახოთ. კი ბატონო, 7-იანი მონეტები მაქვს, აშკარად მათთვის ვისაც ეს არის ძველი ადამიანი, იგულისხმება წარსულის ადამიანი, მოლოდინები ორივეს გაქვთ. მოლოდინები ორივეს გქონდათ იმის, რომ შეხვდებოდით ისევ ერთმანეთს. გამიგეთ, კაი, ნახოთ შემდეგი დასდით. ვინ მოდის? რომანტიკული ინტერესით, ვინ მოდის? მათგან ვინც ამას უყურებს, გადავშეხოთ კარგად. ვინ მოდის რომანტიკული ინტერესით? Page of Wands, კი ბატონო, მოგერწალი. Hierophant შეიძლება იყოს კურა. Six of Swords. And Strengths. ისევ აგვისტოში შეიძლება მოხდეს, ან ისევ გამეორდები, რომ ადამიანი არის საკმაოდ ისეთი თავშეკავებული, Ace of Cups მაქვს. იჭყიდებოდა და მეთქი რა იჭყიდება თქო. მოკლედ, ეს ადამიანი, სულ წარსულის ადამიანი იყოს, სულ ახალი ადამიანი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. ამ ადამიანის მახასიათებელი არის ის, რომ თავისი კონკრეტული წესები, თავისი კონკრეტული ტრადიციები აქვს, ადამიანს ინტერესი აქვს რაღაც სიახლეების მიმართ, ხო? ანუ ინტერესი აქვს სიახლეების მიმართ, თუმცა მაინც აქვს რაღაცა კონკრეტული წინასწარი წარმოდგენა საკუთარი, რომლის გამყარებასაც ცდილობს აი ამ ინტერესში. აი როგორ რაღაცა იცი, აინტერესებს უბრალოდ თუ დაემთხვევა თავის რწმენებს და წარმოდგენებს რა. 6-იანი ხმლები მეუბნება, რომ ძირითადად რაღაცეები რაც არის, მეც აქვს ინტერესი, არ არის ეს მენტალურად დამღლელი და ქაოტური და მის კომუნიკაციაში არ იგრძნობა მენტალური ქაოსი. და არ იგრძნობა ის, რომ ეს ადამიანი ცდილობს რომ დაგავნიოს რა, ეგეთი ვიღაცა არ არის. Ace of Cups. ეს შეიძლება იყოს, რადგან ეს დამალულია, ეს ემოციური რაღაც, მოდი ესე მარტივად ავხსნათ, ხო? თირად ემოციები ნაკლებად მაქვს, ფიზიკური რაღაცეებიც ნაკლებად მაქვს, ფიზიკური ლტოვა და ასე შემდეგ, რაც მეუბნება იმას, რომ ადამიანი აშკარად უმეტესობისთვის არის წარსულის ადამიანი და უბრალოდ ინტერესით ვუყურებთ ამ ყველაფერს მხოლოდ და გვაინტერესებს რა და როგორ და აი ეს რომ ველოდი რომ ესე მოხდებოდა და ასე შემდეგ, მაინც ორივე თავს ვიკავებთ იმისგან, რომ თუნდაც რომ კონფლიქტი არ მოხდეს, ხო? და დაველაპარაკოთ ერთმანეთს ნორმალურად და რაღაცა განვიხილოთ, ხო? მათთვის ვისაც ეს არ არის წარსულის ადამიანი და არის ახალი ადამიანი, ეს ხდება სოციალურ ქსელში, სადაც ნუ ესე ფიზიკური შეხება არ ხდება და ეს ემოციურადაც ახლა ვიღაცამ მომწერა, პირდაპირ შემიყვარდაზე არ არის რა. მათთვის ვისაც ეს ხდება წვეულებაზე, სადღაცა ფესტივალზე ან დაბადების დღეებზე ან რაღაცა, უბრალოდ დრო და სივრცე არ არის იმისთვის, რომ ფიზიკური კავშირი გქონდეთ და ან ემოციურად ვაიმეღმერთო ჩემო მიყვარხარ და უყვარ ვარ და რაღაც დავინახე და მე ვარ და შენ ხარ და ეს არის, ეს არ არის, უბრალოდ საერთო
ენერგიას ხართ აყვანილები, რაღაცა ბედნიერებას, ჰარმონიას და აი ამ ყველაფერს მიყვებით, უბრალოდ დინებით და ერთმანეთს აკვირდებით და ერთმანეთს სწავლობთ. და დამალულია ეს თასი ტუზების, იმიტომ რომ და მაინც გამოიჭყიდა მარტო იმიტომ რომ ეს მაქვს რა, აი შანსი და პოტენციალი, შანსიც არ დავარქვათ, არც პოტენციალი არ დავარქვათ, უბრალოდ ძალიან უბრალოდ დავარქვათ ის, რომ აი ეს უნდა გავიაროთ დაკვირვების და კომუნიკაციის და უკვე მალევე რაღაცა კონკრეტულ დოგმაზე ოდნავ ჩაჭერას, ხო, შეიძლება რამე ისეთი თქვას ამ ადამიანმა, რა დიდად არ მოგწონს, ან შეიძლება შენ თქვა რაიმე ისეთი, რა დიდად ამ ადამიანს თავიდან ეს არ მოეწონება, მაგრამ მარტივად მოარგებთ ორივე რაღაცა კონკრეტულ თქვენს ხედვას, როცა ბოლომდე გამოერკვევით თუ რა იგულისხმეთ, ხო? და უბრალოდ მერე მოდის ეს ემოციური ნაკადი ვიღაცისთვის განახლებული და ვიღაცისთვის სრულიად ახალი. მოკლედ დავბრუნდები. აი, დავბრუნდი. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემი სახე და ჩემი ხმა თუ ემთხვევა ერთმანეთს, თქო. ალბათ კი არ ვიცი, მე რო ვუყურებ ხოლმე ამ ვიდეოებს, თავიდან ბოლომდე არ ვუყურებ, იმიტომ რომ დასწრეში ვუყურებ და მე ეს ხმა. ой, ხო, რაც მჭირდება რომ გავაკეთო, 10 მონეტაზე გადაიჭრა, რატომაც არა, ზოგიერთ გინდათ საერთოდ, ზოგიერთ გინდათ სერიოზული ურთიერთობა. ამას ესე დავიჭერ. რა მქონდეს სურათი YouTube-ისთვის. ესე ჯობია? ესე ხო არა? მაინც ცოტა ისეთი ის რა იყოს რა. მომეს საყურე მაქვს. ხო, მოკლედ. განგები გაიგებდა. განგები გაიგებდა რაც თქვი. წარმატებები და იმედი მაქვს რომ შემდეგ შეხვედრაზე მაინც კომენტარებში დამიწერეთ თქვენი ინტერესები და მე დავფიქრდი რომ ყოველ შემდეგ ჩაწერაზე თქო, აი იქ რო ვთქვი რომ მე ახლა ხო არ ვქნა თქო და რომ გამეცინა, ყოველ შემდეგ ჩაწერაზე შევეცდები რომ ერთ კითხვა ამოვარჩიო და პასუხი გავცე ხოლმე ესე ვიდეოში, შემდეგ ვიდეოში ხოლმე რა. აი ხა აქ კომენტარი დაიწერება და რაიმე კითხვას დაწერთ. შემდეგ ვიდეოს რო ჩავწერ, იქ გავცემ ამას პასუხს რა. მხოლოდ ერთს ამოვარჩევ ხოლმე. ესე თუ ხართ რო თანახმარო შემდეგ ვიდეოში უბრალოდ მოისმინო და საჯაროდ იქნება ეს. მაგრამ ზოგადად კარგია ხოლმე და მაგალითების განხილვა ზოგადად ძალიან კარგია. ადამიანები როცა ისმენენ რაღაცა კონკრეტულ მაგალითებს, აფიქრებთ მერე ხო? და ზოგადი თემებიც რომ მირჩიოთ რა გაინტერესებთ ხო? ძალიან ისეთი ზოგადი რაღაცები, რაც გაინტერესებთ ხოლმე. მოკლედ წავედი ახლა მე. გავემზადები. მზად ვარ რეალურად, მე გავიდე სახლიდან. ასე რომ თქვენი